მოდით ყველაზე რთულ საკითხზე ძალიან მარტივად ვისაუბროთ. აპოკალიფსი ზოგადად რთული წერილია, რთული წმინდა წერილია და განსაკუთრებით რთულია მე-13 თავი და კიდევ უფრო რთულია მე-13 თავის მე-18 მუხლი და რატოა ყველაზე რთული მუხლი? იმიტომ რომ აქ ამბობს რომ აქაა სიბრძნე და ვისაც აქვს გონება, მან გამოთვალოსო და დღეს შენ ვინმეს გაუბედავ და ეტყვი რომ შენ გონება არ გაქვსო? კითხვითი ფორმით რომ დასვარო შენ გონება ჭკუა თუ გაქვსო, უკვე შეურაცხყოფაა. მაგ კი არა კონსტიტუციის ყველა ადამიანს აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება და თავისუფლება და ეს მისი უფლებაა და უკვე აკრძალვის დონეზეა რომ როგორ მას შე როგორ უძალავ ეს მისი პირადი აზრია და ამ დროს სისულელეებს ლაპარაკობ. აქედან გამომდინარე ამ სისულელეში გვამხელს უფალი პირდაპირ გეუბნება ვისაც აქვს გონებაო. ანუ აპრიორი ვიღაცას არა აქვს ვინც ვერ გამოთვლისო და სინამდვილეში ეს ისეთი ტვირთი კი არაა რომ ჩვენ ვერ შევძლოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ესე იგი უფალი ფიქრობს და იცის რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გამოანგარიშება და ითხოვს ჩვენგან. ესე იგი უსამართლოდ გვექცევი უფალო, ასე გამოდის ხო? რომ ისეთი რთული დავალება მომეცი, რომ არ გინდა ხო რომ გადავჭე? ესე დიალოგი გვაქვს უფალთან და მე იმდენად თავმდაბალი ვარ, რომ მე არც მეძიები აპოკალიფსს. ამიტომ მე მჯერა მე მიყვარს უფლის რომ თვითონ მეტყვის, ანუ მე არ შევწუხდები. ეხლა ჩვენს უბრალო ენაზე რო გადმოვიანგარიშოთ ეს თანამედროვე ფარისეულობა. როგორ გამოითვლის შენ კერპის, ანუ ანტიქრისტეს დავარქვათ კერპი. ანუ დაცემული ანგელოზმა გააკერპა მისი თავი წუთისოფელში, ანუ გააღმერთა და მის საპატივცემულო და თაყვანსაცემად ყიდვა-გაყიდვას გიგზავნავს თუ მის საპატივცემულო ბეჭედს არ მიიღებ, რომ მისი ხარ. და შენ თუ კერპთაყვანის მცემლობას ვერ ხედავ თანამედროვეობაში, შენი გამოანგარიშებული ბეჭედი ერთი მაჩვენე რა. რისი გამოანგარიშების თავი გვაქვს? კერპთაყვანის მცემლობას ვერ ვხედავთ? ანუ თანამედროვეობაში ანტიქრისტეს გაბატონებულ სულს ვერ ვხედავთ? ყველა დარგში, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით ვერ ვხედავთ? არ ვხედავთ და ამ დროს უფალი რას აკეთებს? თვითონ ავტორები ამ 3-6-იანის, რითაც ბეჭედი დაადეს, დამღა დაადეს ყველას და ყველაფერს, გამოვიდნენ და მანდამაინც ჩვენ ჯინაზე თქვეს რომ ჩვენ ვართ QR კოდის და შტრიხ-კოდის ავტორებიო და ვამაყობთ იმით რომ QR კოდში და შტრიხ-კოდში ჩავდებით 666-ო. 666 რომ ამოვიღოთო ამ სოციალურ-ეკონომიკურ, ანუ ზოგადად აღრიცხვას QR კოდები და შტრიხ-კოდებით არაფერი არ დაეტყობოდაო, მაგრამ ეს 666-ო შევიტანეთ როგორც თავფურცელი, როგორც სიმბოლო, როგორც ბეჭედიო ამ სისტემისო. და ამით ვამაყობთო. ახლა რა ქნას იმ ხალხმა, რომელიც იძახის, რომ მე ისეთი თავმდაბალი ვარ, რომ მე ვერ გამოვიანგარიშებ 666. ამ დროს ყველაზე ჭკვიანის სტატუსზე პრეტენზიები გვაქვს. ყველას ერთად და ცალ-ცალკე. ვართ ჩიხში. გამოთვლა აღარაა საჭირო. ყველაფერში ჩანს. თუ ვიტყვით და ვაღიარებთ, მაშინ ეს დიდება, ეს პატივი, ეს ფუფუნება, ეს კომფორტი, ეს კეთილდღეობა, ეს ძალაუფლება, 19 სახის ძეხვი, 200 სახის ყველი და ასე შემდეგ და არ გვაწყობს ახლა გავეჭედეთ. ამაშია საქმე. ესაა ჩვენი დღევანდელობის პრობლემა და იმიტომ მიმაჩნია რომ უფალი სამართლიანია. აი სვოისტვა ბოჟი, ანუ ღმერთის თვისებები. დოგმატიკაში არის ჩამოთვლილი, ხო? და ყველაზე მეტად მიყვარს მისი სამართალი. რა სამართლიანია, რომ ესე იგი რა გამოდიოდა, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი და ეს არის, ეს არ არის. ერთი წუთით რა, რანაირად უნდა გამოიანგარიშო ეს. თუ ასე ართულებ. და ართულებ და ვინც შტრიხ-კოდი და QR კოდი გამოიგონა, პირდაპირ გეუბნება მე ჩავდევიო, რაღა დაგვჭა გამოსაანგარიშებელი. ხო? რაღა დაგვჭა. ეკლესიის მამბებმა საკმარისად გამოსცეს, ესე იგი, წიგნების სახით და დღეს რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის კატაკომბური ეკლესია, მე ამას ვხედავ. იმიტომ რომ როდესაც მხეცის მხილება უნდა დედა ეკლესიას, საპატრიარქოს, ეპისკოპოსებს, სამღვდელოებას, ისინი გამოდიან და ერთპიროვნულად ამხელენ. ანუ კრებსითად ყველა სახელით ვეღარ ამბობენ, იმიტომ რომ შეიძლება ყველას ერთად წააცალოს თავი ანტიქრისტემ, ხო? ვიღაცა გამოდის თქვა გამოვა პატრიარქი და აკურთხებს მამაპაისის წიგნებს და წაიკითხავ და გაწერილია ყველაფერი, ხო? მხეცის საიდუმლო ერთ-ერთი ტომი მამაპაისის ყველაფერს განმარტავს. პატრიარქი, საპატრიარქოს კურთხევით გამოცემული 10-15 წლის უკან. მანამდე სხვა ეპისკოპოსების კურთხევით გამოცემული და ეს არის კატაკომბური ეკლესია და აი ამისთვის ვარ მადლიერი, ხო? ამასაც დიდი თვალით უნდა დანახვა.
შესაბამისად, ერთსაც ვიტყვი, რომ გამინდა ეს ვიდეო გამიგზელდეს. მძიმე ვიდეოა, საკმაოდ მძიმე ვიდეოა. პირველი ქრისტიანები, რომ მისულიყვნენ აღსარებაზე და ზიარებაზე, კერპთაყვანის მცემლობის დროს 99% დახოცავდნენ. კერპთაყვანის მცემლები გზაში მოთხოვდნენ კერპის თაყვანისცემას, ესენი ღვთისა და ერის წინაშე, ხალხის წინაშე ღმერთს არ უარყოფდნენ, იტყოდნენ, რომ არა, ჩვენ ქრისტიანები ვარ და კერპებს არ ვემსახურებით და შესაბამისად დახოცავდნენ და ანუ ყველა ქრისტიანს პირველი საუკუნეების, პირველი, მეორე, მესამე საუკუნე ეს არის 10 დიდი დევნა. და ყველა ქრისტიანს ჰქონდა საპატიო მიზეზი, რომ არ წასულიყო ეკლესიაში აღსარებაზე და ზიარებაზე. ყველას ჰქონდა საპატიო მიზეზი და მაინც დადიოდნენ. პირველ საუკუნეებში. ხა გადმოვიანგარიშოთ ჩვენი საუკუნე. ყველა ქუჩაზე ლამის, ყველა უბანში, მადლობა უფალს ეკლესია. და ისე გაივლის ცხოვრება, რომ ჩემს სახლობლოში ვეკითხებ, მონათლული ხარ? კი, ნაზიარები ხარ? და არ იცის რა გიპასუხოს. უხერხულად გზნობს თავს, არ იცის ეს რას ნიშნავს. და აი ეს არის პირველი საუკუნის ქრისტიანების ლიტურგიკული აზროვნება, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ დაცემულ ანგელოზებს და კერპებს ყველაზე მეტად ეშინოდათ ქრისტეს სისხლის და ხორცის, ანუ ღვინის და პურის, ანუ სისხლის და ხორცის მიღება, იმიტომ რომ ზუსტად კრავის სისხლმა გამოისყიდა მთელი კაცობრიობის ცოდვები. და ყველა რო ვატარებთ ამ სავსე ტომრებს ჩვენი ცოდვებით, სავსე ტომრებს, ხო ტვირთ მძიმენი, არც კი ვფიქრობთ, რომ ვიცხოვროთ და ვიაზროვნოთ ლიტურგიკულად ისე, როგორც ამას აკეთებდა პირველი საუკუნის ქრისტიანები და წერტილი.